მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია TV+-ი გადაცემით ანალიზის დრო მე მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს 8 საღამოს 8 საათია და ჩვენ ეთერში ვართ. ჩვენთან სტუმრად იმყოფება TV+-ის გენერალური დირექტორი და მფლობელი ბატონი კახა ხურციძე, რომელიც ასევე გახლავთ გადაცემა საიდუმლო ფაილების ავტორი და წამყვანი. მოგესალმებით ბატონო კახა და მადლობა რომ ჩემს გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებლებს და მინდა მიულოცო ტელემაყურებლებს ეს კვირა არის აღდგომის დღესასწაული და ულოცავ რა თქმა უნდა თელ ქართველ ერს აღდგომის დღესასწაულს და მრავალი გაგვითანოს ღმერთი. ამინ. და მოგეხსენებათ არის ეს დღეები არის ბრწყინვალე შვიდეული, რომელიც საკმაოდ ძიმია აღდგომის დღესასწაულებთან ერთად. კი ბატონო. გვფარავდეთ მისი ძალა და მადლი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, უკვე რამოდენიმე გადაცემა არის ეთერში გასული ბატონი კახა ხურციძის საიდუმლო ფაილების და რამაც გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი საზოგადოებაში. კი, რა გააკეთეთ ასეთი? მათ შორის მეგობრებიც კი თითქმის წინააღმდეგ წამოვიდა არა მარტო ჩემსკენ, მთლიანად ტელევიზიის ტელევიზიაზე რა ვთქვათ. თქვენ ამ გადაცემით ბატონო კახა ეწინ ყველანაირად ებრძვით და ასე ვთქვათ ომი გამოუცხადეთ ნაციონალურ მოძრაობას. რა არის იცი ბატონო კოტე, მე მაყურებელს სწორად რო აუხსნა, მე არავის ბრძოლას არ უცხადებ. მაგრამ ეს ავტომატურად გამოდის ბატონო. არა, დამასრულებინეთ ძალიან გთხოვ. ესე იგი ბრძოლის გამოცხადება არის სულ სხვა რაღაც. ანუ შეიძლება ბრძოლა გამოუცხადო უდანაშაულო ადამიანსაც კი, ხო? და ეს ცოტა მიუღებელი არის, მით უმეტეს ჩემთვის. ეხლა მოდი ვთქვათ ბრძოლა და არაბრძოლის მოქმედება და ქმედება რას ნიშნავს. მე ვშლი იმ თემებს, რაც დანაშაულთან არის არსებული. ანუ რაც დანაშაულებებს შეეხება, რომელიც დაუსჯელის სინდრომიც კი არის დღეს ქვეყანაში. იმ დანაშაულებებთან, რაც დანაშაულებები ჩაიდინა 9 წლიანმა რეჟიმმა და იმ ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე რა თქმა უნდა და ეგონათ თავი ბატონ პატრონი ამ ქვეყნის. ანუ შეხედე მე წინააღმდეგი ვარ ყოველთვის ამაზე, რომ არ შეიძლება როცა ხელისუფალი ხარ შენ იყო პატრონ და რა ვიცი ყველაფერი იყო ამ ქვეყანაში. ბატონი და პატრონი იყო ამ ქვეყანაში. შენ ხალხმა აგირჩია, მოგიყვანა ხელისუფლებაში და ამ ხელისუფლებაში, იმიტომ მოგიყვანეთ, რომ აწარმოო შინაური თუ შიდა თუ საგარეო საქმეების სწორად და ქვეყანა არ დაღუპო და გაიყვანო თუნდაც დანის პირზე ოღონ სწორად. ამიტომ მე დავიწყე იმ გადაცემის კეთება და რატო დავიწყე ახლა მაყურებელსაც კარგად მოვახსენე და მე არაერთხელ ავხსენე ჩემ გადაცემაში რომ პრეცედენტი უკვე ხდება საქართველოში იმისი რომ ნაციონალური მოძრაობა აპირებს გაერთიანებას და ეს გაერთიანებაში მიდის ის ხალხი სხვათა შორის რომელსაც დაავიწყდა დაუშვათ 9 წლიანი რეჟიმი რა იყო და ტაშის უკრავს ამ გაერთიანებას ეს ხალხი და ეხლა რაც შეეხება დანარჩენ აი სახელმწიფოებრივ საკითხებს დანარჩენი სახელმწიფოებრივი საკითხები იმასე უნდა მიდიოდეს რომ რამენაირად აი დღევანდელ დაძაბულობაში გადაარჩინოს ქვეყანა კაცო ქვეყანა გადაარჩინონ თუ შიდა ბრძოლები გავმართოთ ეხლა ამის დრო არის ჩვენ ხო ქართველი ხალხი ვართ. ჩვენ ხო ქართული სული და გული გვაქვს და მივდივართ და ერთმანეთს ვებრძოლოთ და ამ ბრძოლაში ვიღაცამ ისარგებლოს ბრჭყალებში ისარგებლოს ვიღაცამ და ჩვენთან შემოიტანოს არეულობა და ადვილად დასამორჩილებელი გახვდეთ? ამის დაშვება ხო შეუძლებელია ბატონო კოტე. დიახ. მე პირადად რავი ქართული სული მაქვს ბრძოლის უნარიანი ვარ და შემიძლია ვიბრძოლო და ქართული სული ჩავდო ამაში. ბატონო კახა, უკვე თქვენი გადაცემის რამოდენიმე ეპიზოდი უკვე გავიდა. ბოლოში ყავდათ თქვენ ბატონი ჯუმბერ თავართქილაძე, პოლიტოლოგი, ობა დავითაშვილის ბავშვობის მეგობარი. ბატონი ასევე ყავდათ ბატონი ვიქტორ ჭელიძეც, რომელიც არის კაპიტანი. კი ბატონო.
თუნდაც ამ ორმა გადაცემამ და ასევე მესამემაც, სადაც ყავდათ ბატონი რამაზ გაგნიძე, ამ გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი. ძალიან ბევრი ადამიანს, ასე ვთქვათ, აქვს დიდი უარყოფითი შეფასებაც. ანუ უარყოფითი ენერგია მოდის მათგან. თქვენ ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენ აპირებთ ამ გადაცემის გაგრძელებას? ბატონო კოტე, შეხედებ. იმიტომ რომ მოდის ძალიან დიდი. კი ბატონო, მე ერთს ვიტყვი და აქედან მინდა ანუ დაშვებები გავაკეთო. დიახ. ჩემთვის სასურველი არა მე რომ ამ გადაცემას ვაკეთებ. ესე იგი საქართველოს და ქართველმა ადამიანებმა და რა თქმა უნდა ხელისუფლება არ უნდა გააკეთო ის რაც სამომავლოდ თქვენ არა მე თუ არა სხვა ჟურნალისტი ამაზე ალაპარაკდებოდა და ამ გადაცემას ვიღაცა მაინც გააკეთებდა, ხო? ანუ არაა სასურველი რომ ადამიანები ცუდი იყვნენ და ის გიხაროდე და იმის შეხედე იმ ცუდზე შენ ააგო შენი რაღაც გადაცემის საფეხურები, არა, მე ეს არ მიხარია. მე ყველაზე კარგი იქნებოდა იმათ სიკეთებზე რომ ესაუბრა. ანუ სიკეთე და კარგი რაც ადამიანი კარგს აკეთებს, მე შემიძლია იმაზე უფრო თამამად ვისაუბრო, უფრო მიხაროდეს იმაზე საუბარი. მე ეს გადაცემა ჩემთვის მტკივნეული არის. მე ბევრ რაღაცას ვისმენ და მე ეთერიდან რომ გავდივარ, ნახევრად ტკივილით გავდივარ ამ ეთერიდან. არაა ჩემთვის ადვილი ამ გადაცემის თუნდაც ესე წაყვანა. მაშინ ასე გითხავთ ბატონო კახა. თქვენ რომელი სიუჟეტიზე იყო ყველაზე რთული მუშაობა თქვენთვის? რომელი ადამიანის ისტორიაზე? ნუ დავასახელებ ბატონ ვიქტორ ჭელიძესთან დაკავშირებით. არა მარტო ანუ მე ვერ გამოვყოფ ამას, იმიტომ რომ იყო ადამიანები, რომელიც ციხეში აწამეს და ელექტროშოკზე, ელექტროენერგიის მავთულ ხლართზეც კი შეერთეს, თუ რა ქვია მაგას. ელექტროშოკი, ელექტროდენი. ხო, ელექტროდენზეც შეერთეს და დიდი წამება არის ადამიანის. ახლა ელექტროდენზე აერთებ ადამიანს და რაც არ ჩაგიდენია, ის უნდა თქვა ახლა და შენ რა გინდა, უნდა გაგიშვა ციხეში. ნუ მე ციხეში რომ მიხვალ იქ შენ მე გაწამებ კიდე და მე ან მოგკლავ და ან დაგტოვებ ახლა ეგეთი. ანუ შენ ხარ რაღაცა აი თოჯინა და როგორც მინდა ისე მოვექცევი რა. ესეთი გრძნობა ქონდა ამათ. ანუ ესენი იყვნენ უსისხლო ადამიანები, ამ ადამიანებს არ ქონდათ, რა ვიცი, არც შეცოდებაზე ზედმეტია საუბარი. ელემენტარული ადამიანობა ხო გააჩინე ადამიანს და უნდა გააჩნდეს ხო? რაღაცა ხო უნდა გტკიოდეს. ამათ არაფერი არ ტკიოდათ, პირიქით უხაროდათ, რამდენს ცემდნენ და კლავდნენ. ბატონო კახა, პოლიციას დღემდე შემოდებული აქვს ეს თემა, ასე ვთქვათ, თაროზე. საუბარი მაქვს აფრასიძეების თემაზე. თქვენ ფიქრობთ თუ არა და არა, შეხედე გამოძიებას ამსა. მოდი პოლიცია გვერდზე გადავდოთ, ახლა პოლიციის საკითხი ეს არ არის, ეს არის პროკურატურის საკითხი. დიახ. და პროკურატურას ყავს თავის საგამოძიებლო ჯგუფი, რომელსაც უნდა გამოეძიეს ეს ყველა დანაშაული. მაგრამ ეს ყველა დანაშაული რომ გამოეძია პროკურატურას ამისთვის ამათ ისეთი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი, რომ სამუდამო პატიმრობაზე მიდიოდნენ. ანუ არაერთი მკვლელობა, რამოდენიმე მკვლელობა აქვთ ჩადენილი. თუნდაც სინდელიანის საქმე. სანდრო გირგულიანის საქმე. კი ბატონო, ეხლა ნუ გავალთ იქ, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი რომ მოძველებული თემა, ეს არასდროს არ მოძველდება, მაგრამ შეხედე ბარამიძე როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და აფრასიძეები ჩახოცა სვანეთის რაიონში პირდაპირ ჩახოცა. თუ ერთი აფრასიძე იყო დამნაშავე, მას არ ნიშნავს, რომ მთელი ოჯახი დამნაშავე იყო. ის ბავშვები არ იყო დამნაშავე. და რა თქმა ახლა ამ ამბავს სპეცოპერაცია. არ ჭირდებოდა სპეცოპერაცია, უბრალოდ უნდათ აფრასიძეების მთლიანად განადგურება და ეს იყო დავალება, რომ აი თქვენ მოსახლეობას ეუბნებოდა, თქვენ თუ კარგად და მე ჩემი მონა არ იქნებით, აი ასე მოგექცებით თქვენ, გადაგცხრილებთ, ჩაგხოცავთ ბავშვებს, ქალებს, ყველას მივაყოლებ ზედ.
აი ეგ იყო ერთ-ერთი დაშინების მეთოდი და ეხლა აფრასიძეები იყო ერთ-ერთი ამოსარჩევი ისა, რა ქვია რაღაც. რო ვთქვა აი რაღაცა აი ფიგურა რა მოდი. ბატონო, დღეს 4 შაბათია. ხვალ გადის თქვენ საღამოს 10 საათზე თქვენი საავტორო გადაცემა. კი ბატონო. თუ საიდუმლო არ არის, ვინ გეყოლებათ სტუმრად? ნუ მე ტაბუდადებულს დავტოვებ ახლა ამას. და ხვალ იხილავს მაყურებელი ვინ იქნება და რა თემაზე იქნება საუბარი. ნუ ყოველ შემთხვევაში ისე მძიმე თემა, ისე რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იქ მივდივართ, სადაც მივდივართ, რა ვქნათ, აი არ უნდა მივდიოდეთ, მაგრამ ფაქტია. თქვენ გადაცემაში ამბობთ, რომ ამ თემას მე ვერ ამოვწურავ და არც ამოიწურება. არა, შეხედე წარმოგიდგენი ახლა ადამიანი ერთი და იგივე საქმეს რო აკეთებს სხვადასხვა ადამიანებს. ანუ ყველაზე დიდი დანაშაული არის რომ ადამიანს რო ამწარებ ერთს და მე მეორეზე გადადიხარ, ანუ ეს რესურსი მოგეწურა და მე გადადიხარ მეორე ადამიანზე, მე გადადიხარ მესამე ადამიანზე და ესე ათეულ და 20-ულ ადამიანს და მე 100-ეულებზე და მე 1000-ეულებზე გადადიხარ. ანუ ეს არის რა იცი, ერთ-ერთი დაავადება შეიძლება იყოს რა. ეს არის ძალიან ცუდი დაავადება და რომელიც ეს დაავადება გააჩნია ადამიანს ის ხელისუფლებაში და ძალოვან სტრუქტურაში არ უნდა იყოს. ბატონო კახა, მინდა ნაციონალური მოძრაობის მოსვლიდან 1 წლით შემდეგ, ან 2004 წელს გადავინაცვლო. თქვენი აზრით რა შეჭირდებოდა მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს გლდანის ეკლესიის დარბევა? ჩვენ კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი. ანუ შეხედე ბატონო კოტე, მე მაგ თემას ვერ გავშლი, იმიტომ რომ მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და არც ინტერესი მქონია მაგ ხრივ, იმიტომ რომ მან არიან ისეთი ადამიანები, რომელმაც ჩემზე უკეთიციან რა მოხდა, რატო დაარბიეს და მე ამაში ვერ შევალ და ვერ ანუ მოსახლეობას ვერ მოვაწოდებ აზრს. იმიტომ რომ შეცდომაში შეიძლება შევიყვანო ადამიანები. ბატონო კახა, აპრილის თვეში გაერთიანდა ისევ ჭყალებში გაერთიანდა ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა მცირე პარტიებისგან. მე ბატონ ტრისთან წითელაშვილთან გადაცემაში მქონდა საუბარი, ჩემს გადაცემაში, რომ 17 მაისს და 26 მაისს ისინი აპირებენ ისევ ქუჩის პროტესტს და სხვადასხვა დანაშაულების ჩადენას. თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც არა გენერალურ დირექტორს და ტელევიზიის მფლობელს, არამედ აღნიშნული გადაცემის საიდუმლო ფაილების წამყვანს. კი ბატონო, ესენი რასაც აპირებენ, ესენი ამას გააკეთებენ. ამას ორი აზრი არ არსებობს. ესენი დაიწყებენ მოძრაობას, მოიკრიბებენ ხალხს, მოვა მის ამად გვერდით ხალხს, იმიტომ გვარამია არ არის სულელი ადამიანი, ბოლომდე მოდი გავშიფროთ, ადამიანის ტვინში რა მუშაობს. ესენი ამას გააკეთებენ, მაგრამ მე ვფიქრობ, იმ ნავზე ვერ დაჯდებიან, რომელ ნავზეც უნდა ჩაჯდონ. რთულია ამათი ნავზე ჩაჯდომა, ამიტომ მოსახლეობის მხარდაჭერა უნდა ამათ და მოსახლეობა მხარს ამათ არ დაუჭერს. აპიარებენ თავის თავს ყოველდღიურად. ყოველდღურად ახსენებენ თავის თავს მოსახლეობას რა იყო ეს ხალხი ნაციონალური მოძრაობის, ანუ 9 წლიან რეჟიმის დროს. შედალოცვილო ყოველდღე რო ახსენებთ ხალხს თავს და ისევ ხალხის შემოკრება გინდა, ამათ გონიათ რომ დაავიწყდა ხალხს. არა ადამიანს არ ავიწყდება არაფერი. კონკრეტულ ადამიანს რო ამწარებ, დედას შვილს უკლა. ნავთლუხის თემა კარგად ვიცით, ხო? ჩაცხრილეს ბავშვები მანქანაში და მე იარაღები და ავტომატები დაუდეს. კი, ვიცი, ბუტარო ბაქიძისა. სასაფლაოზე აფეთქეს ბუდას მამა. კი ბატონო. იური ვაზაგაშვილი. ხო, ვაზაგაშვილი აფეთქეს. ესე იგი, ყველაფერი გაუკეთეს, რაც ცუდი არსებობდა. ანუ ამათზე რაც იყო მტკივნეული და რაც შეიძლებოდა ამათ რეპუტაცია შელახულიყო და ვინც შეულახავდა რეპუტაციას და ამ დააპირებდა, იმათ ანადგურებდა ესე. ანუ ამათ რეპუტაცია არაზუსტ არ უნდა შელახოდათ, ესენი იყვნენ, რა ვიცი, წმინდანები იყვნენ, თავის თავში დარწმუნებული იყვნენ ეს.
ბატონო კახარა, თქვენ რას ფიქრობთ? აი ეს ვითომ ადამიანები უყურებენ თქვენს გადაცემას? არა, როგორ არ უყურებენ, იმიტომ რომ ისეთი ნეგატივი მოდის იქედან, რომ მაგათი ის არის ნეგატივი, რა თქმა უნდა. უყურებენ. რას აპირებთ სამომავლოდ? რა გეგმები გვაქვს ასე? სამომავლოდ ვაპირებ ამ ტელევიზიის უფრო დიდ მასშტაბზე გასვლას, თან ძალიან მალე და კარგი გადაცემები და ტელევიზია იმუშეებს სრულ რეჟიმში. ძალიან ბევრი ადამიანს სურს, რომ ამ ტელევიზიამ არ არსებობს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაგზავნებთ. სხვათა შორის იმ გადაცემიდან, აი ჩემი გადაცემებიდან მტრებიც გამიჩნდა. მყავს საკმაოდ კარგი მტრები, ზოგი მეგობარიც კი არის და დღეს აღარ არის მეგობარი და უბრალოდ მტრობა გამომიცხადეს და ერთ-ერთი თუნდაც Georgian Times-ის მალხაზ გულაშვილმა ეხლა გულაშვილი მე რომ მაკადრებს ეხლა რაც მე მაკადრად ეგ ხო სისულელე გააკეთა მე არაზროს არ ვაკადრებ ადამიანს უკადრებელს არა მარტო მე მაკადრა მთლიან ტელეკომპანიის თანამშრომლებს და ტელეკომპანიას აკადრებს სამწუხაროა რომ ამ სიტყვას ხმარობს ადამიანი მე ვერ გავიმეორებ ეხლა მაყურებლები გვისმენენ და არ შეიძლება ამის განმეორება და არც მინდა რომ განმეორება მოხდეს ამ ჩემის სიტყვიდან ამ შემთხვევაში იმიტომ რომ არა მიუღებელი არის არა ასასურველი კარგით მაშინ ჯობია ჩვენმა მტრებმა და ჩვენმა მეგობრებმა ასე ვთქვათ ვითომ მეგობრებმა დაელოდონ ხვალინდელ დღეს და უკვე ახალი თემები ბატონო კოტე შეხედე ადამიანი როდის გიჩნდება მტრად იცი როცა შენ სიმართლეს საუბრობ აი ზუსტად როცა სიმართლესთან ხარ მისული და სიმართლეს საუბრობ აი მაშინ გიჩნდება მტერი სიმართლე არავის ამონებს წარეს მე ვარ ეგეთი ადამიანი მე სიმართლის მთქმელი ადამიანი ვარ სიმართლე არის ყველაზე სწორი გზა არ შემიძლია რაღაცა ლავირებები ვაკეთო და არ შემიძლია რომ რაღაცა ისეთი რაღაც სისულელეები ვაკეთო რომ ადამიანთან მეგობრობის გამო მე ვარ ეს არ შევიცვლები და ვიქნები ეგეთი სიმართლე მხოლოდ სიმართლე მაგიტომაც გაფასოთ ბატონო კახა ძალიან დიდი მადლობა თქვენ კი ძვირფასო ტელემაყურებლებო დაელოდეთ ხვალინდელ ეთერს ბატონ კახა ხურციძესთან ერთად და ძალიან მეც დავინტრიგდი უკვე ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ მე კი დღეს გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე საღამოს 8-ზე შევხვდებით ისე ორშაბათს ეთერში დროებით მადლობა ბატონო კახა მადლობა თქვენ მოწვევისთვის კაი კარგად ბრძანდებოდეთ დროებით ძვირფასო ტელემაყურებლებო